საღამო მშვიდობის მოვედი მეგობრებო, მოვედი. ისე მოვედი თქვენთან. აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ გიკითხოთ? არა მიშას, უკეთესად ვისურვებდი ყოფნას. უფლის წყალობით მეგობრებო, ყველაფერი იქნება კარგად. აბა როგორ ჩაიარა დღემ, ჩამოიარა მეთქი. უნდა მეთქვა როგორ ჩამოიარა დღემ მეთქი. ანა მარია როგორ ხარ? ქალი. ხო, ანა მარია ძალიან საყვარელი გოგოა. აბა ლიკუნას მადლობა. როგორ ჩამოიარა დღემ მეგობრებო? დღემ როგორ ჩამოიარა, მეგობრებო? ხომ მშვიდობა გვაქვს? ხომ მშვიდობა გვაქვს? ძალიან, აბა რა? შენ საერთოდ მყავხარ, მე აქ პატარა გოგო. ქალი და დაცემა. ქალი რა ქალი, ქალი ვულკანი. ვინც არ გიცნობს. ანა მარია, ჩემს მეტი შენ აქ არავინ არ გიცნობს, ხო არავინ არ გიცნობს. ერთი მე მყავხარ მარტო ნანახი. ხო. ტორნადო. ხო, რატომაც არა? ხო, ერთი ადამიანის დანახვას ვერ ვეღირსე კიდე აქ. იმედია, როდესღაც მაინც ვნახა. სხვა თუ არაფერი. ხო. თუ იცით ვინა, მეგობრებო? მორგანა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დანახვის, მაგრამ არ მენახება და რა გავაკეთო? არ ვიცი სადა? ეხლა დავაგზავნი. ეხლა დავაგზავნი მოსაწვევებს. ხო. ეხლავე. ანა მარია, როდის უნდა გასწავლო საუბარი მე შენ? გოგო, რა დღეში ხარ, ქალო? ხო ვეღარ გაგზარდე? მე მგონი ჩემი ვენტილატორის ხმა ცუდად ისმის. ცოტა ჩავუწიე. მეგობრებო, მოდი ახლა მე დავიწყებ თქვენი დახასიათებით. შენ არ გაქრისაცხა, ანა მარია, რა არის? დამირეკე მერე და ვიჭორაოთ, ანა მარია. მომენატრეო, შორიდან რომ წერ. მე ვისაც ვენატრები, ყველა მკითხულობს. ოღონდ ვიდეოს არით. დანარჩენების არ მჯერა. მე მომენატრეო, რომ წერენ არ მჯერა. ვერც ვიჯერებ. ადამიანს, როდესაც ენატრები, გირეკავს და გიყურებს თვალებში. ხო, შენ მიგზავნე მაგიდან მე სიცილის მაილები მიგზავნე. ხო, დავიწყებ ახლა. თქვენი სიგნიფიკაცია, ვინ ხართ ერთი თქვენ და რას მოღვაწეობდით დღეს? თქვენი სიგნიფიკაცია მეგობრებო, ბევრი მოლაპარაკებები გქონდათ დღეს. ბევრი საუბრები გქონდათ, ზოგს რთული ტიჟოლა ეპალაჟენია გქონდათ. ანა მარია, ხო ხედავ? ხედავ, გამივარდა კარტი. ხო ხედავ, სად უყვარხარ ამას? ხო ხედავ, ანა მარია? ტიჟოლა ეპალაჟენია გქონდა.
ამ ადამიანზე ფიქრით გქონდა ტიჟოლა ეპალაჟენიე. ნუ რა გავაკეთო ახლა? აგი ვინა ახლა მე არ ვიცი, მაგრამ შენ გიყვარს ნამეტნავად აი სურათი. ხა, შენთან ამოდის. შენს ხსენებაზე ამოდის მიდღემში. აბა რა ვქნათ? ხა, თქვენი ენერგიები, ეს ადამიანი ხო? ეს ადამიანი ტრიალებდა მთელი დღე შენს ენერგიებში. ხა, შორსაა ეს ადამიანი თქვენგან მეგობრებო. ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი შორსაა, ვიზეც ფიქრობთ. ხა, თქვენს ენერგიებში ამოდის კი. თქვენს სიგნიფიკაციას ვკითხულობ და იგი ამოდის და რა გავაკეთო? კიდე თქვენი ენერგიები ძალიან ძლიერები ხართ. ძალიან მინდა გითხრათ, რომ ძალიან მყარად დგახართ ფეხზე. ძალიან ბევრი მიღწევები გაქვთ. თქვენ თქვენსას მიაღწიეთ, ვინ რას მიაღწიეთ ახლა? ვის ოჯახი ყავთ, ვის უკვე შვილები ყავთ, შვილიშვილები ყავთ, ვის ბევრი წარმატება გაქვთ რაღაცა ცხოვრებისეული. ხო, კიდევ თქვენი ენერგიები. იყო თქვენ ცხოვრებაში არა. იყო ესეთი სიტყვა არა მეგობრებო თქვენ ცხოვრებაში. რაღაც ყოფილა წარსულში ისეთი, რამაც გაგანადგურათ. ხო, არა. Just say. ვიღაცამ არა გითხრათ. ვიღაცამ იმედი გაგიცრუათ. ვიღაცამ აი როგორ ვთქვა, ხო, გაწყენინათ, გადკინათ. ხო, რაცის გამო რაღაც სულელებიც ჩაგიდენიათ. კი, აი რაღაც ესეთი იყო. აი ამ სურათზე თუ ვიმსჯელებთ, კი, ესეთი იყო. ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთვის, მაგრამ ესეთი იყო კი. იყო კარგი დღეებიც იყო რაღაცა, სიურპრიზებიც იყო თქვენ ცხოვრებაში, კიდევ რაო. თუმცა ამ ყველაფერმა ძალიან დიდი თავდაჯერებულობა შეგმატათ და ამ ყველაფერმა შეგიყვანათ, ნახეთ როგორ საუბრობს დასტები მეგობრებო. ხო, ანუ ტრანსფორმაციაში შეგიყვანათ ამ ყველაფერმა, ან გავლილმა ცხოვრებამ. ნათ. ესე გიწერია ნათ. შემდეგში რა იქნება, რაც ვიცითო. დიდი ბოდიში, მაგრამ რაც იქნება შეგიძლია ხო, შეგიძლია მოусმინო. თუ გაქვს სურვილი დარჩენის, თუ არ გაქვს სურვილი დარჩენის და ჩქარ-ჩქარა გინდა რაიმეს გაგება მე ბოდიში. რაც იქნება ვიტყვი. მეგობრებო, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. მე თქვენს დახასიათებას ვკითხულობ ჯერჯერობით. აწი იქნება არ აწი იქნება არ დავიწყება. ახლა ასე ვხიხვინებ მე და თქვენც ასე ხიხვინებთ. ხო. ისე ჩქარება და არავის. ვხიხვინებ მე ასე და აი ვიხიხვინოთ ესე ჩვენ დღეს მეგობრებო. ბევრი ფიქრი არ ჭირდება ამას. არ უნდა მეგობრებო, არაფერს ბევრი ფიქრი არ ჭირდება. შეხედეთ, ასე მჭერმეტყველივით რო ზივართ, ეხლა ესე ფიქრობთ, რა იქნება ხვალ. როგორ მოვიქცეთ ხვალ, სად წავიდეთ, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, არ გვინდა მდენი ფიქრი. კონკრეტიკა შევიტანოთ ყველაფერში. ესე იგი თქვენ როგორ ხართ მეგობრებო, ახლა თქვენ როგორები ხართ, მე გეტყვით ახლა რა ხდება თქვენთან. ფიქრობთ, ამ ყველაფერს მე კონკრეტულად აანალიზებთ, ამ ყველაფერს დიდი ხანი აკვირდებით, მაგრამ მანამ სანამ არ დაიღლებით, შეხედეთ. სანამ ძილი არ შემოგეპარებათ, ამასობაში გეძინებათ. ხა ბატონო. თქვენი ენერგიები არის წყალი. ვის ცურვა გიყვართ, ვის ჭურჭლის რეცხვა გიყვართ, მოკლედ საარსებო რესურსებს ღებულობთ წყლიდან და ქვიშიდან. ხო, ქვიშიდან. კიდევ თქვენი ენერგიები, სამართლიანობა. ხო, დიდი სიყვარული შეგიძლიათ კი. რაიმე თქვენ შეგიძლიათ ადამიანი გააოცოთ, გააკვირვოთ. აი თქვენ ხართ ძალიან დიდი გულის ადამიანები. თუმცა დასტროჭკილი გულით, მაგრამ მაინც ძალიან ბევრ ტანჯ გამოვლილი ადამიანები ხართ, მაგრამ ეს სიყვარული მაინც შეგიძლიათ კი. ეს ერთგულება და სამართლიანობა მაინც შეგიძლიათ. ყველაფრის და მიუხედავად, დროის და მიუხედავად, აი ხო გეუბნებით, ცხოვრების გავლილი ცხოვრების და მიუხედავად, ეს მაინც შეგიძლიათ.
ხო. ამას ახერხებთ კი. ხო. 100 წლიანები მიყურებთ. ამ ყველაფერზე დიდი ხანი ბრძოლობთ, შრომობთ. ფეხს არ აუჩქარებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია რომ სხვების ცხოვრებაში დიდი ხნით იყვნენ. ხო, მთელი ცხოვრებაც კი. დანელია ქართულად გველაპარაკე. მოკლედ ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ. თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახლოვდება. ნახეთ? ის შორს რაც გეგონათ, ის უკვე გიახლოვდებათ მეგობრებო. ეს იქნება ერთი ბედნიერი დღე. თქვენ ცხოვრებაში მოდის ის ერთი ბედნიერი დღე, რაზეც ოცნებობთ, რაზეც ფიქრობთ, რასაც გეგმავთ. ხა უკვე გიახლოვდებათ თუ უახლოვდებით ამ ყველაფერს. კი, თქვენი გადატვირთვა მოხდება. აი პერეზაგრუსკაო რო იძახიან, აი კი. აი ესეთი რაღაცა მოხდება თქვენ ცხოვრებაში, უახლოვდებით ამ ყველაფერს მეგობრებო, კი. ასე რომ არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერია რესტარტი, ხო, მეგობრებო? ყველაფერი მიდის ისე, როგორც საჭიროა. ის რაც არ ხდება, ხდება კარგისთვის. ასე რომ არაფერზე არ ვინერვიულოთ. რინოვარე. ანა მარია, ქართულად ვილაპარაკოთ. Che è successo, Anna Maria? Parliamo no italiano, parliamo georgiano, lingua di georgiano. Va bene? Morgana უღრმესი მადლობა. Morgana წეგან გახსენე სხვათა შორის. მე მგონი ვერ მომისწარი შენ საუბარზე. სადაც ვამბობდი ესეთ რაღაცას. ხო. ანა მარია ერთადერთი ვისაც ვიცნობ და ანა მარია ერთადერთი ვინც მხოლოდ მე ვიცი. აქ სხვა მარიცის არავინ ანა მარია, ხო და წეგან ვთქვი ესეთი რამე რომ დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთი ადამიანი დავინახო პირადში მეთქინდა. ვინაა და შენ მორგანა. ხო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს შენი დანახვის პირადში. ხო. თუ მექნება მაგის ხო, პატივი დიდი სიამოვნებით. თუ არა და რა ვიცი, რა ვიცი. ეგ რა სურვილია? შენ ვინ ხარ? შენ ვინ ხარ მაგალითად? ნათ. ვინ ხარ შენ? Haide bakalım. Haide gidelim. ანა მარია ისე თურქულიც რომ გამახსენო შეგიძლია. მე ნათია ვარო. კინაღა მე ახლა ჩემი სახელი გითხარი შენ, რო იცოდე. მე ვინ ვარ კინაღა მოვთქვი აქ. Haide gidelim. მოკლედ მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი ხუმრობა იქეთ იყოს და გავარკვიოთ ახლა მისი ენერგიები. ხა. მისი დღევანდელი სიგნიფიკაცია გავარკვიოთ, დღევანდელი. იყო დრო მეც მასე ვუყურებდი, მაგრამ შენ გერმანულიც გეცოდინებაო. მე არა. ანა მარიამ შეიძლება იცის. მე რაც ვიცი არის ქართული, რუსული, ცოტა ინგლისური, იტალიური და თურქული. თურქულს თუ ვინმე შემახსენებს, ძალიან კარგად ვსაუბრობ თურქულად. ელვაში დაბეცებული. დავიწყოთ ახლა, ჩაიფიქრეთ ადამიანი და დავიწყოთ მისი ენერგიები. რა დღეშია? 100 წლიანი ეს ადამიანი, ამ ადამიანს არაფერი არ მოკლავს მეგობრებო. ეს არის ძალიან ადამიანი, ძალიან ფეხაუჩქარებელი. ეს დაბერდება და ფეხს არ აუჩქარებს. სიკვდილი მოაკითხავს კარზე ამ ადამიანს და ეს ფეხს არ აუჩქარებს, რომ რაიმე მოასწროს სიცოცხლეში. არა, ამიდან რამეს არ ელოდოთ. დღეს ხვალზე ამიდან რამეს არ ელოდოთ მეგობრებო. გამორიცხეთ. ნელი ნაბიჯებით. ადამიანი რაღაცა შეიძლება ადამიანმა დაგპირდეთ და ეს დაპირება მანამ იქნება, სანამ არ დაბერდება. ხა. არა. სიკვდილს არ გაყვება. ხა.
კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები. აი ხო გეუბნებით, მეგობრებო, ხო გეუბნებით, დაგეგმავს რაღაცას, ჩაიფიქრებს რაღაცას, მეგობრებო, ხო და მე ამას გაურბის. გაურკვევლობაში გაურბის. მე შიშები აქვს ამ ყველაფრის, ხო გეუბნებით? ხო, ანუ ყურე დავალებას დაისახავს, რაღაცას მიზნებს დაისახავს. თითქოს ფიქრობს, რომ საკუთარ თავს გამოცდას მოუწყობო და მე ამ გამოცდას გაურბის თვითონ ვერაბარებს. სად სოდავი ამის დღეს, სად ვნახეთ, სად ნახეთ არ ვიცი. სად მეიძიეთ, აგი არ ვიცი. საიდან გამოცხვა თქვენ ცხოვრებაში იქნებ მითხრათ, მეც მასწავლოთ. ხა. კიდევ მისი ენერგიები. კონკრეტიკა. ეს ადამიანი კონკრეტულად გაკვირდებათ სოციალებში და გხედავთ ძალიან ბედნიერს. ძალიან ეს ადამიანი კონკრეტულად გაკვირდებათ სოციალებში და გხედავთ ძალიან ბედნიერს. ძალიან მომხიბა გიყავთ კი. ჩემი არ იყოს. ფიჩინდებით ხო, მეგობრებო? ფიჩინდებით ხო, გავარკვევთ მაგასაც. ელოდოთ თუ არა, გავარკვევთ. ზუსტად მაგ თემაზე გვაქვს დღეს გაშლა, მეგობრებო. ეს ადამიანი 24/7-ზე გაკვირდებათ, რომ იცოდეთ ისე. ხო, მეტი არაფერი შეუძლია, მხოლოდ კონტროლი. კონტროლი 2. ხო, გაკვირდება ჩორიდან. ძალიან უნდა თქვენთან სიყვარული, ძალიან უნდა ბედნიერება, ძალიან უნდა კმაყოფილება. მოკლედ, რასაც ხედავს ეს ადამიანი, იმით კმაყოფილია და თუ ნაკლებად დადებთ რაიმერზა საერთოდ ვერ დაგინახათ, თლა უკეთესი იქნება. იქნება ადრე მოა, ესე ყურებში წააფრინდეს, რაც ხამ და მოიყვანოს თქვენამდე. მორგანა მე გასწავლიეთ რაღაცას, ჩემო კარგო. ხა, კარგად დაგაკვირდეს, კარგად ღამე საბნის გადაძრობა თუ იცი დაგაფაროს. რომ არ შეგცივდეს. აბარა, ასე ვიცი მე მეგობრებო. კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანმა რა ქნა, მეგობრებო. ყურე, თავისი ხელით გაითხარა სამარეში, ხედე როგორ საუბრობს კარტები. ხა. ჯული გაიხარე, ბევრი მელოდება ვიცით, მეგობრებო, ვიცი. ასე რომ მე მაპატიეთ. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. ამ ადამიანმა თავისი ხელით გაითხარა სამარეში, ხედეთ, ხელები და სამარე. დირკა რო იტყვიან. შავი ხრელი. თხარა და მისი დასამარხი მიწა გამოთხარა. კიდევ მისი ენერგიები. ხა, ეხლა ზის ესე, თავის ნამოქმედარში და ძალიან ცუდათაა, ტიჟოლაე პალაჟენი აქვს. ხა, ძალიან ცუდათაა, მეგობრებო. ხა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც აქ ეხლა. ხა, თითქოს ეგონა რომ ეს ყველაფერი მისი საქციელი რაღაცა სიხარულს მოუტანდა, ბედნიერებას მოუტანდა, გაგაოცებდათ, ხო დაგტოვათ ისე გაოცებული? აბატონო. ხო დაგტოვათ გაოცებული. სამყარო ხო შეაზანზარა, მეგობრებო, თავის საქციელებით, თავისი კონფლიქტებით, თავისი უპატივცემულობით, ხო, წინააღმდეგობებით. ნახეთ, ხელი აწეული აქვს, გევიმარჯვეო. ხა. ხო და გეიმარჯვა. მიაღწია იმას, რაც გააკეთა. ეს არის მისთვის მიღწევა. ეს არის მისთვის მიღწევა. კიდევ მისი ენერგიები. ხო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსა. მეგობრებო, ხო ხედავთ? ერთ წრეზე დადის, აბატონო. ეს ადამიანი აკი მიმტკიცებს, ახლა უყურე კარტი მიმოწმებს. ამ ადამიანმა ბევრჯერ დაიფიცა თქვენთან. ამ ადამიანმა ბევრჯერი არა ერთ წრეზე, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, 20ჯერ, 30ჯერ და კი, და კარტი მიდასტურეთ. ძალიან ბევრჯერ დაგპირდათ, პირობა დადო, აღარ ვიზამ ასე, აღარ მოგექცევი ასე, აღარ გატკენ გულს, აღარ იგი, აღარ ეგი და აღარ ბედნიერი, აღარ გამყოფებო ბოლოს ესე გითხრათ, მეგობრებო. ხა. ასე რომ ჩემო მეგობრებო, თავის აქციელზე ეხლა ქიაცუდათ. თუმცა ძალიან ბევრი რამე დაგპირდათ ბავშვის ყოლა დაგპირდათ, ბავშვზე ოცნებობდით, ოჯახზე ოცნებობდით, ამ ბავშვით ოცნებობდით, რა ვიცი ხა ვის რა. ხო. კიდევ
ხია, ეხლა თვითონ ესე ცუდად. ნახეთ რა ცუდათაა. სიმპათიური მაიმუნის როლშია. ხო, იქნებ წვერსაც აღარ იპარსავდეს, ვინიც ის. მეგობრებო. მისი ენერგიები და ოცნება დარჩა ოცნებად. ხო, არა, ეს ადამიანი ფეხს არ მოუჩქარებს, მეგობრებო. ხო. დაპირებები დარჩა ოხრად. რო იტყვიან, მემაპატიეთ ესეთი საუბარი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო ისტორიებში ჩაუფლავდა ამ ადამიანს. ეხლა თვითონ არის ესე დამსხრეული, განადგურებული, თვითონ არის ესე დაბზარული. მოკლედ ასაწყობი, პაზლებით ასაწყობი. ძალიანაც კაი. არც არავის. დოჩი არც არავის არ ჭირდება. ზანდებოდეს იქ სადაცაა. ამ ადამიანიდან მე არ ვიცი რას უნდა ელოდეთ. ძალიან ბევრს იხსენებს ყველაფერს, მეგობრებო, ესე ჩაიხვია, აი, ნახეთ, ჩაიხვია. ესე ზის და ჩაიხვია ესე, ხო. იხსენებს წარსულს. ხო, და სამართლიანად დავისაჯეო ამბობს. ვერა რას დაგახურავს ანა მარია ტიშტო, რას ამბობ? საბას დაგახურავს, კერე იქეთ გადაგაძრობს. ხო. ისი ენერგიები, მისი ჭირიმე თქვა, ამ ადამიანს უნდა რომ დაგირეკოთ, მოგელაპარაკოთ, თითქოს რაღაც კონფლიქტური სიტუაცია მოაგვაროთ. ამ ადამიანს გეგმებში აქვს თქვენთან იყოს სამართლიანი, რამდენად დაიჯერება მისი ამბავი, მე არ ვიცი, მაგრამ ფიქრებში აქვს ამ ადამიანს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა. მეგობრებო, იცოდეთ რომ ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა, თქვენთან აპირებს გამოსვლას კონტაქტზე. ჯერ დაგირეკავთ მოსალაპარაკებლად. აუცილებლად დაგირეკავთ. და ამბობს რომ ვიქნები სამართლიანიო, მე ვერ დაგპირდებით ახლა ამ ყველაფერს, მაგრამ ხო თვითონ ესე ამბობს. დრო ყველაფერს მოგვიშუშებსო. ტერია იმის მეტი. ხო, ესე გამოვიქცევიო, მეგობრებო. ხო, ესე გამოვიქცევიო, მაგრამ ამას რა უყოთ? ძმა. უნდობლობა, ლუბაპიტства, ამ ადამიანს აინტერესებს იცით რა, რო გამოიქცეს ახლა თქვენთან, თქვენ როგორ შეხვდებით, ხელებ გაშლილი შეხვდებით თუ დააპანჩურებთ. მომზადებული მაქვს, გინება დარეკოსო, სართულებიანი დოჩი აუცილებლად. მეგობრებო, ვისაც სიტყვების მარაგი არ გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ და შემოგაშველებთ. ძალიან ბინძური ენა მაქვს. ძალიან ბინძური ენა მაქვს. საჭიროების შემთხვევაში ოღონდ. ხო. გარწმუნებთ. წვერიანი ტუფლიო. დავითმა მოგაწოდათ იდეა, წვერიანი ტუფლიო. ხო, ამიტომ მეგობრებო, ესეა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დავერიერ რო იტყვიან. არა, სანდო მეგობრებო, არა. არა, სანდო. ანციცი სანდო რომ არა. შევამკეგინებით აზრი ნეტა ესმოდეს. მე მაგალითად არ შევაგინებ მეგობრებო. ენასაც არ დავიღლე, ხვაზე ხართ. საერთოდ არაფერი რეაქცია 0. გააბრუნდით და გაიარეთ თქვენს გზაზე. ყველაზე კარგი საშუალებაა ეკი. ხა. გამოიღეთ ნაყინი მაცევრიდან და შეჭამეთ, გული გაიგრილეთ. ხო, მე მასე ვაკეთებ. აბა, საცალია ხო ასეთი ადამიანებისთვის მეგობრებო. ხო, ზუსტად, დანელია, როგორ შეიძლება? რას ფიქრობ ახლა შენ? მასე არიზამს. მასე არიზამს დანელია. მოკლედ მეგობრებო.
ასია საქმე კი. კალმატი. ადგილიდან მოხიოს. უნო დუე ზერო არა ტრე. ასოცითო. უი, ყავა მეც მაგ მეგობრებ. მაიმე როგორ დამავიწყდა, დამელოდეთ, უნდა მოვიტანო. თქვენ ხარ გონიათ რომ ხუმრობ? აი, ყავა მაცივარში გამზადებული მქონდა მეგობრებო. აბა როგორ? ხო? ყავა რასტვარენიების გიყვართ. ყავა რასტვარენიების გიყვართ. აგე მეგობრებო, ნახეთ? ხო, უფ. ჩაცივებული. მოკლედ, ეხლა რაშია საქმე თუ იცით? ჩემო ძვირფასებო, ეხლა ჩაიფიქრეთ არა. ჩაიფიქრეთ ადამიანი, აი ხო ხედავთ. ხო, აბა რა შემახსენე. ეხლა მეგობრებო, ჩაფიქრებული ადამიანის მოქმედება, გრძნობები. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება გავარკვიოთ. მოქმედებაში რას მოიმოქმედებს ესეც გავარკვიოთ. თუ უნდა ვენდოთ ესეც გავარკვიოთ. ხო და? დანარჩენები როგორც გვაჩვენებს ისე. მოკლედ, დავიწყოთ ეხლა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. რას ფიქრობს? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი. ბალანსი. რას ფიქრობს მეგობრებო და ამ ადამიანმა ბალანსი დაკარგა თქვენთან. რას ფიქრობს? ხო, ამ ადამიანმა იმედები გაგიცრუათ, ამას ფიქრობს. მისი ფიქრი იმაზეა, რომ დაგკარგათ, გაგძარცვათ, მოგპარათ, გეთამაშათ, დაგაზიანათ. ხო, ანუ ყველაფერი ცუდი, რაც გაგიკეთათ, ამას ფიქრობს კი. კლაშტერი არა. კიდევ, ფიქრი. ხო, უპატიოსნოთ მოგექცათ. ძალიან უპატიოსნოთ მოგექცათ მეგობრებო. აქ ღალატიც არის. კიდევ, მისი ფიქრი. ხო, მისი ფიქრი ის რომ ბალოტია. ბალოტშია მეგობრებო ეს ადამიანი. ეხლა თავისი საქციელით ბალოტშია. კიდევ. რას ფიქრობს? მისი ფიქრი. არ ელოდა ამ ყველაფერს, არ ელოდა იმას თუ გული როგორ ეტკინებოდა მას. ეს არის ადამიანი მანიპულატორი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მეტი არავისე. საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც თვითონაც სუდათ, მანამდე არა. სხვები საერთოდ არ ადარდებს მეგობრებო. ხო. არ ელოდა ამ ყველაფერს. ხო, ნახეთ, მოუმზადებელი და მატყუარა, ანუ თავის ტყუილებში უკვე შეცურა. კიდევ, რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ ძალიან რთულ სიტუაციებშია თქვენთან დაკავშირებით. იყო დრო თქვენთან ბედნიერი იყო, მაგრამ ეხლა აღარ არის. არა, ამოყირავებულია მეგობრებო, ძალიან ცუდათაა. გაუტანლათაა, ცუდი ფიქრები აწუხებს, ცუდი ძალიან აზვიადებს შეიძლება, მაგრამ ძალიან ცუდათაა. ხო, უყურეთ, უსამართლობაზე საუბრობს. ძალიან ცუდად მოვიქეციო, ამას ამბობს კი, ფიქრობს ამას, მისი ფიქრის დონეზე ფიქრობს, მეგობრებო, მეტი ვერაფერი. ამ წუთას მეტი ვერაფერი, ხო? კიდევ, ძალიან უსამართლოდ მოვიქეციო, ამბობს. ხო, კიდევ, მისი ფიქრი. კიდევ, რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ სასწაულს ფიქრობს. ეს ადამიანი ფიქრობს რაღაც მოულოდნელი საჩუქარი გაგიკეთოთ. მოულოდნელ საჩუქარზე საუბრობს. იქნებ თვითონ რა გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ესეც საჩუქრად მიიღოთ რა.
მიიღეთ რა საჩუქრად მისი გამოჩენა თქვენ ცხოვრებაში აი ესე რომ დაგეხატებათ წინ იფიქრეთ რომ ეს მე ვარ საჩუქარიო ამას ფიქრობს ხო მე ვარ შენი საჩუქარიო ახალ გზებს ახალ ალიანსებს ეძებს თქვენთან მოსასვლელს სიახლებით უნდა მოსვლა ოღონდ თვითონ იქნება სიახლე თქვენ ცხოვრებაში რა სიახლებით მოდის მორიგით ყვილებით საკუთარი თავის ასარგებლოდ რას ფიქრობთ ეხა თქვენ რისთვის მოდის ფრთხილად მოვა ოღონდ კი ძალიან ფრთხილად შემოგეპარებათ ასე ძალიან წუხს და ნერვიულობს იცით რას ამბობს მივაღწიე იმას რაც მინდოდა მაგრამ არ ვარ ბედნიერი ამითო რის ფასად მიჯდება ეხლა მე ეს ყველაფერი რომ უკან დავიბრუნო ამას ამბობს უდღეული ამის დღეი ხო ამას ფიქრობს ხო ეხლა მაინტერესებს გრძნობები გრძნობა თუ აქვს მეგობრებო საცოდავს თქვენთან მოსვლა და ისევ დაბრუნება ურთიერთობაში უნდა კი გრძნობა ყველანაირი ხერხის გამოყენება ყვილებით манипуляციებით ყველაფერს ჩართავს ეხლა მეგობრებო აი ყველაფერს რაც ვერ წარმოგიდგენიათ იმასაც ჩართავს იმასაც გააკეთებს და მოიფიქრებს რომ თითქოს თავს მოვიკლავო ან ცუდათვარო ან აი ყველაფერს აი საშიშ სიტუაციამდე რაც შეიძლება ჩაითვალოს საშიშად იმასაც გამოიყენებს კი არ ვიცი რატომ ამომიტივტივდა თავში შეიძლება ისე თქვას მაღალი სართულიდან გადმოხვდებიო არ ვიცი მეგობრებო ესეც გააკეთო შეიძლება ყველაფრისთვის იყავით მზად სართული მეთქი და ნახეთ დედას ფიცა ვარ მეგობრებო გულწრფელად გეუბნებით კიდევ გრძნობა მაინტერესებს გრძნობა მეგობრებო გრძნობა ეხა როგორი ექნება გეტყვით შეხედეთ ეხლა დღეს იქნება გრძნობები ხვალ არ იქნება ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან დღეს მოვა სიყვარულით მერე გაქრება ზეგ მოვა მაზეგ მოვა იმის მომდევნო კვირაში მოვა სიყვარულით მერე გაქრება ხო ანუ ხო ხვდებით ერთი კვირა მოვა მეორე კვირა დაიკარგება ერთ კვირას უყარხართ მეორე კვირას არ უყარხართ ხო ეს ადამიანი ზოგადად შეიძლება წუწკი იყოს კიდე ფინანსებშიც მოიკოჭლებს მეგობრებო კი ამ ადამიანს შეიძლება სიხარბე აქვს ფინანსებთან დაკავშირებით კორუფცია ამ ადამიანმა ყველანაირი ხერხი გამოიყენა ხო გეუბნებით თქვენს დასაკარგავად და მიაღწია იმას რაც აქვს ახლა თქვენი დაკარგვის სახით მიაღწია ამ ყველაფერს კი ბედნიერება რომელსაც იმ სიმდიდრეს და იმ ბედნიერება ის სიმდიდრე რაც აქვს ხო ხედავთ ძლივს ვლაპარაკობ ის სიტუაცია რაც აქვს მას აღარ მოსწონს. რის ფასათო ნახეთ ყოილად, გადაყრილი ფული, დრო, ენერგია. აბატონო. ხო, აღარ მოსწონს. ხო, რა გრძნობები, რის გრძნობები მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? კიდევ ვკითხავ ერთს, მისი გრძნობა. გრძნობა. მე ბოდიში ეხა მეგობრებო. გამორიცხეთ. ამ ადამიანს უნდა მხოლოდ ოჯახში დაბრუნება. გრძნობაზე აღარ საუბრობს, ხო ხედავ? ამ ადამიანს უნდა ოჯახში დაბრუნება, მაგრამ თითქოს პრობლემების მოგვარება, მაგრამ მეგობრებო, მისგან რაღაც ამბავს გაიგებთ, მოქმედება იქნება ესეთი. ოჯახში დაბრუნება მინდა და ამ ადამიანიდან შეიძლება ეს ამბავი გაიგოთ, რომ თქვენთან უნდა დაბრუნება. ან ვიღაც მოგიტანთ ამბავს ამ ადამიანზე, ან ამ ადამიანიდან გაიგებთ ამბავს, რომ თქვენთან დაბრუნება უნდა. თითქოს პრობლემების მოგვარება უნდა, მეგობრებო, მაგრამ არა. ეს სანდო არა. არა მეგობრებო. თქვენ ამ ადამიანს არ მოუშვებთ, ეს თქვენ ხართ. არავითარ შემთხვევაში ვამბობ, აბა მოდი მოკარეო, ეუბნებით. მისი მოქმედება. ვერაგობა მეგობრებო. ვერაგობა, ხედავთ ხო რა წერია? თქვენ მიხვდებით ამ ადამიანის ვერაგობას, კი? თქვენ გული გიგრძნობთ, აუცილებლად იგრძნობთ მეგობრებო. ესა სულელი ტაკი მასხარა ადამიანი, კი, აუცილებლად მოგწერთ წერილს. ამ ადამიანიდან შეტყობინებას მიიღებთ.
ოხ, მოდის, შეტყობინებას მიიღებთ, რომ მე მოვდივარ შენთანო. გეტყვით? პასუხისმგებლობით მოვდივარ, რომ ამას გეტყვით, მეგობრებო, მაგრამ თქვენ არ დაუჯეროთ. ხო, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე შენს გამო ვკამათობ, მე შენს გამო ვიჩხუბებ, მე შენს გამო ვიბრძოლებ, კონფლიქტში შევალ, შეცდომები. ეს ადამიანი ძალიან ბევრჯერ აკეთებდა ამას, თითქოს თქვენს გამო რაღაცა, ან თქვენთან კამათობდა. ხო, რა პრობლემაა? დღეს კამათი. ხო. მოდის, თქვენთან მოდის, მეგობრებო, მოდის, მაგრამ როგორ მოდის არ ვიცი. მისი მოქმედებაში მოდის. კი, კიდევ. მისი მოქმედება. ახალი შესაძლებლობებით მოდის. სიახლებით მოდის. მოდის, იქნებ შეიძლება რა გააკეთოს, მეგობრებო, იცით? ახალი ნაცნობობით ვიღაცის საიტით მოგწეროს, ან ახალი აკაუნთით მოგწეროს, ან შეიძლება სხვა აკაუნთიდან მოგწეროთ, სულ სხვა ადამიანის პროფილით მოგწეროს, სულ სხვა სახელით და გვარით. ანუ ხო ხვდებით? ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ სხვანაირად მოვიდეს თქვენთან. ხო, პირდაპირ არ მოდის. ანუ ხო ხვდებით რას აკეთებს? იმდენად ქურციკია, პირდაპირ არ მოდის. ხო. მოქმედება აქ სასწაული. ვისი მოქმედება? მეგობრებო, ერთს გამოჩნდება თქვენთან და მოვა კონფლიქტებით, აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი თქვენთვის უკვე უცხოა. ამ ადამიანს უკვე გაუცხოება აქვს. ანუ თქვენ უკვე გაუცხოებულები ხართ ერთმანეთთან, მეგობრებო, გამორიცხულია. ეს ადამიანი კინაღამდა თქვენთვის საშიშროებასაც წარმოადგენდეს, იმიტომ რომ ნახეთ, საშიში ადამიანი აწერია, საშიში. ეს შეიძლება ზოგიერთებთან უცხოელი იყოს, შეიძლება გაუცხოება გქონდეთ და შეიძლება იყოს უცხოეთთან დაკავშირებული გზა, რაღაც უცხოელი, გაუცხოება ან ანუ ხვდებით, ხო? დააკავშირეთ ახლა სიტყვა თქვენთან დაკავშირებით. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი უცხოეთში იმყოფებოდეთ. აქ ხედა ურთიერთობის გაწყვეტას, დასასრულს. დასასრულისკენ მიდიხართ, მეგობრებო. ეს ადამიანი უკვე თქვენგან უკვე ნელა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. კი. თქვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა მიდის მეგობრობის გაწყვეტა. ნელი ცვლილებები. ნელა უკვე თქვენი ცხოვრებიდან ქრება, მეგობრებო. ასე რომ, ნუ რა ვქნათ. ხო, კიდევ რაო? თუ უნდა ვენდოთ. მოდი, არა. მოდი მე ჯერ სანამ სხვა შეკითხვაზე გადავალ, ერთი მინდა ვკითხო. თქვენი ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო, სამყაროს რამდენად მიაჩნია ეს ადამიანი თქვენს ადამიანად? თქვენი ურთიერთობის გაგრძელება, ნუ შეიძლება ამ ეტაპზე ესეა ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ თქვენი ურთიერთობის მომავალი სამყაროს თვალით. მეგობრებო, გამორიცხეთ. ანუ ხვდებით, ხო? დასასრულია. ეს არის დასასრული. გამორიცხეთ. დასასრული და დაისვენებთ ამ ადამიანიდან. ხო. აი აქეთკენ მიდიხართ, ხო გეუბნებით? ტყულა წეღან კი არ თქვი. წეღან რაც ვთქვით, ყუილი არ იყო. ხო. დასასრული. თქვენი ურთიერთობის მომავალი სამყაროს თვალით. მეგობრებო, ეს ადამიანი ეცდება, ძალიან ბევრჯერ ეცდება თქვენთან დაბრუნებას. ძალიან ბევრჯერ ეცდება, მანამ ეცდება, სანამ მართლა თავში ან არ ჩაარტყამთ, ან არ დაიბრუნებთ. ანუ ხო ხვდებით, ორი ვარიანტია. ან დაიბრუნებთ, ან დაასრულებთ ყველაფერს. გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. დასასრული, განქორწინება, განთავისუფლება, თავისუფლება, გაგება და განკურნება. დასასრული, მეგობრებო. ეს ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის. უკვე გასაგებია ყველაფერი. დამთავრდა. არანაირი მისი იმედი, მეგობრებო. არანაირი. რა იმედი, რის იმედი? ხო. ეხლა რა მინდა ვკითხო?
უთქვენოთ რა ელოდება ამ ადამიანს. თქვენს გარეშე ამ ადამიანს რა ელოდება? თქვენს გარეშე ამ ადამიანს რა ელოდება? ამ ადამიანმა უნდა თქვას ვიღაცაზე უარი, რაღაცაზე უარი, ფუფუნებაზე უარი, სიმდიდრეზე უარი, რაღაცაზე უარი უნდა თქვას. ან რაღაცაზე, ან ვიღაცაზე. მე არ ვიცი ხა ვისთან რა არის, მაგრამ თქვენ უფრო მიხვდებით. მე რაზე ვსაუბრობ? უთქვენოთ რა ელოდება ამ ადამიანს. უთქვენოთ რა ელოდება ამ ადამიანს. ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება დარჩება ამ ადამიანს აუხდენლად. ოცნებები არ აუსრულდება, არ აუხდება, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ძალა და ეს ძალა თუ არ ეყოლება, ეს ადამიანი ყოველთვის ესე ხესა მოეფარება. შეშინებული. ხო. ეხლა მინდა ვკითხვა. თქვენ რა გელოდებათ ამ ადამიანის გარეშე? თქვენ რა გელოდებათ ამ ადამიანის გარეშე? თქვენ რა გელოდებათ ამ ადამიანის გარეშე? დაივიწყებთ იმ ჯოჯოხეთურ წარსულს, რაც ამ ადამიანთან გაკავშირებთ მეგობრებო. ხო. დაივიწყებთ ამ ყველაფერს. ხო, დატოვებთ წარსულში. დაივიწყეთ წარსული და იწყება ახალი პერიოდი, დრო ყველაფრის მკურნალია. ნახეთ რა წერია. ხედავთ ხო მეგობრებო? ხო. ყველაფერი რჩება წარსულში ამ ადამიანთან ერთად, ყველაფერი რჩება წარსულში. თქვენ რა გელოდებათ ამ ადამიანის გარეშე? ამ ადამიანის წასვლით თქვენ რა გელოდებათ მეგობრებო და თქვენი ბედი გელოდებათ? თქვენ ბედი კიდევ გელოდებათ? კიდევ გელოდებათ ბედი? თქვენ მეგობრებო. თქვენი არსად არ წავა. თქვენი ცხოვრება, თქვენ გელოდებათ ძალიან ბევრი შემოთავაზებები, რომლებზეც იფიქრებთ. ეს შეიძლება იყოს სამუშაო შემოთავაზება, დახმარება, ფინანსები, მეგობრობა, ნაცნობობა. კი ბატონო, კი მეგობრებო. თქვენი ხვალინდელი დღე, როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი მომავალი? მეგობრებო, სიყვარული. თქვენთან მოდის ახალი ადამიანი. თქვენ უახლოვდებით თქვენს ბედს, თქვენ უახლოვდებით თქვენს ახალ ცხოვრებას, შანსი გეძლევათ ცხოვრებიდან, სტიმული გეძლევათ, წინადადებები გეძლევათ, უახლოვდებით თქვენს ბედნიერ მომავალს, მეგობრებო, ეს ტყუილად არ ამოვიდა აქ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ბედით მონიჭებული ადამიანი, რომელთანაც გააქვთ ბედი. მეგობრებო. კიდევ როგორ იქნება თქვენი ხვალინდელი ცხოვრება? სამყაროს საჩუქარი. მეგობრებო, სამყაროს საჩუქარი. ბატონო, ესეც მე ვარ. სამყაროს საჩუქარი, უფლის ბოძებული საჩუქარი. სიყვარული სადაც იქნება ერთგულება, სიყვარული სადაც იქნება გაგება, ნიშნობა, ქორწინება, პარტნიორობა და ურთიერთშეთანხმება. ადამიანი, რომელიც თქვენთვის ბედით მონიჭებული იქნება. ადამიანი, რომელსაც გიგზავნით სამყარო. უფლიდან დალოცვილი სიყვარული, რომელსაც მფარველობენ ანგელოზები. მეგობრებო, ეხლა როგორ ფიქრობთ? ამდენი ტანჯის, ამდენი ჯოჯოხეთის შემდეგ არ იმსახურებთ ბედნიერებას? ესე. იჯდეს ის ვაჟბატონი თუ ქალბატონი და გიყურათ შორიდან. ასე. ძალიან მაინტერესებს ახლა. თქვენ ცხოვრებაში რომ ესეთი სიყვარული იქნება, ხო? ესეთი სიყვარული რო იქნება თქვენ ცხოვრებაში. ადამიანი იქნება ემოციებით სავსე თქვენთან. ადამიანი შემოგციცინებთ თვალებში, მეგობრებო. საუბრის დროს ყოველთვის ესე წინ პირისპირ დაგიდგებათ და ისაუბრებთ. არასოდეს პირს არ აგარიდებთ თავს, საუბარს თავს არ არიდებს, ესე თვალებში შემოგციცინებთ. ეხლა მაინტერესებს ეს თქვენი ყოფილი. ეს თქვენი ყოფილი ამ დროს რა? ამ დროს რა? მტარზე ვენოკი. ამ დროს ეს ცოცხალ მტარი იქნება მეგობრებო, ამოყირავდება.
ეს ადამიანი ამოყირავდება. ეს ადამიანი მოინდომებს თქვენთან მოსვლას ისევ, თქვენსკენ ხედვას, მეგობრებო, თქვენთან ხო შედეგებზე ფიქრს, თითქოს ურთიერთობაზე მუშაობას, გაურკვევლობაში ჩავარდება. საცოდავ დღეში ჩავარდება, მეგობრებო, სად წევიდეს რო აღარ იცის. ეს ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცებს იკადრებს ფარული მოტივით იცოდეთ. მეგობრებო, ეს ადამიანი ფარულად იმოქმედებს. გაურკვევლობაში იქნება, მაგრამ მაინც იმოქმედებს ფარულად, ტყუილებით, აი რაღაცეებით ყოველთვის მოგაბეზრებთ თავს. ტყუილები. ტყუილები, ტყუილები, ორ პირობა ტყუილები, ორ პირობა ტყუილები. ხა, აი ესე. კიდევ რაო, როგორ დღეში ჩავარდებაო? ხა, ძალიან ცუდად გახდებაო. ძალიან ცუდად გახდებაო. ისე ცუდად გახდებაო და იმხელა დანაკარგებს იგრძნოს, მეგობრებო, რომ აი შეიძლება შოკი მიიღოს. ხო. ჩახანჯლული. მეგობრებო, რა ცუდად ხედავ ნეტა იცოდეთ. დანაკარგი ან დამარცხება. არ ვიცი ამ ადამიანს რა დაიმართება, მაგრამ კარგი არაფერი. მერთმა ყოლა დაიფაროს, მაგრამ ვიღაც ვის რა და ვის რა პრობლემების წინაშე დადგებიან. ვინ რის წინაშე დადგება ამას მე ვერ გეტყვით. იმიტომ რომ 59 ადამიანი მიყურებთ ახლა. აქ ასე რომ დანარჩენი მე არ ვიცი. საჯაროა, ამიტომ თქვენი სიტუაცია თქვენ თვითონვე გაანალიზეთ, მეგობრებო. თქვენ სიყვარული. თქვენ გელოდებათ სიყვარული და თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ახლა, მეგობრებო. საით წახვიდეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ? მარჯვნივ არის თქვენი ახალი ცხოვრება, მარცხნივ არის ეს წარსული ადამიანი. საით წახვალთ? მარჯვნივ თუ მარცხნივ? ხო. ამის წინაშე დადგებით. ხო და დანარჩენი გადაწყვიტეთ მერე თქვენ. რა რჩევას მოგცემ საყალო? რჩევა. მეგობრებო, არაფერზე არ ინერვიულოთ. არა, თქვენ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ არაფერზე სანერვიულო არ გაქვთ. ხო. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს აგვისტოში. ეს არის აგვისტოს კარტი. აგვისტო. ივლისი, აგვისტო. ძალიან ახლოს ხართ ამ ყველაფერთან, რო იცოდეთ ისე. ამ გადაწყვეტილებამდე, ამ სიტუაციამდე ძალიან ახლოს ხართ. ძალიან ახლოს. კი, მინდა გითხრათ. ცოტა დაბნეულობას კი ექნება ადგილი, მაგრამ თქვენ მაინც არ დაიბნევით. არა, მეგობრებო. თქვენთან დიდი სიყვარული მოდის. მე ვირჩევ მარტოობას. მარტოობას არა, ჯული, თავისუფლებას. ხო. მეგობრებო, გადაწყვეტილება მიიღეთ შვიდად, წყნარად, აუჩქარებლად, აუღელვებლად. თუმცა თქვენ ისე დამშვიდდებით ზოგადად, აი ზუსტად მაქსიმ 7-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას. არაფერზე არ ინერვიულოთ. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები, მანიპულატორებიც ხართ, ხო. თქვენ ცხოვრებაში მოდის იმპერატორი. ხო. მეგობრებო. და ამ ადამიანის შემოსვლით, ნახეთ უბრალოდ. ამ ახალი ადამიანის შემოსვლით, თქვენ ცხოვრებაში ფინანსური არხი იხსნება. ხო ხედავთ? ფინანსები დაკეტილი გაქვთ ახლა თქვენ. თქვენ ახლა ფინანსები დაკეტილი გაქვთ ბევრ თქვენთაგანს, მეგობრებო. აღიარეთ ახლა რამდენს გაქვთ ფინანსები დაკეტილი. და ხო იცით რატომაც გაქვთ დაკეტილი? აი ამის გამო. ამ თქვენი ყოფილის გამო. შეიძლება ძალიან ძნელად შემოდის თქვენთან ფინანსები. ძალიან ბევრი მუშაობა გიწევთ, წვალება გიწევთ, შრომა გიწევთ. კი. და იცოდეთ რომ თუ ესე ხართ ნამდვილად ფინანსებთან დაკავშირებით, აი ამიტომ ხართ ასე. ეს ადამიანი ფინანსურ წყაროს გიკეტავთ, მეგობრებო. თქვენს ფინანსურ ენერგიას იპარავს. გპარავთ, მეგობრებო, გპარავთ. ამიტომ ამ ადამიანის შემოსვლით ეს თქვენი ფინანსური არხი გაიხსნება, ნახეთ? ხო. მემკვიდრეობა. ვისაც მემკვიდრეობის პრობლემა აქვს, ვისაც ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ვისაც რა პრობლემა გაქვთ, ყველაფერი მოგიგვარდებათ, მეგობრებო.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გაითვალისწინეთ. წარსული, იმიტომ ქვია რომ წასულია, წასული. არანაირი წარსული. არანაირი არაფერი მეგობრებო. დატოვეთ იქ, სადაც არის. ეხლა ეს საჯაროა თან და უბრალოდ გავითვალისწინოთ. ამ ეტაპზე ესე ამბობს და მე არ ვიცი, რა სიზამს. მოკლედ, ეხლა მე მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. რას გვეტყვის თქვენზე და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე? ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო ეხლა, არა აქვს მნიშვნელობა. ვინც გინდათ, აი ასტრაბარათებზე, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. გინდ წარსული, გინდ ახალი პარტნიორი, გინდ მომავალი ცხოვრება. აი თქვენს ჩაფიქრებულ სიტუაციაზე გავშლი ეხლა ამას. ჩაიფიქრეთ თქვენ, აბატონო, მე დავდებ ეხლა ამას. ჯერ მოვარებ სანთელზე, ხო და? ეხლა ამას მე აქ დავდებ და როგორც გინდათ, თქვენ რაც გინდათ, თქვენი სურვილი, თქვენ თვითონვე ჩაიფიქრეთ და მე გავაგრძელებ მერე. ხო. ჩაიფიქრეთ, ხო? ხო, იმედია ჩაიფიქრეთ მეგობრებო. თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია, თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, როგორი იქნება? აი ნახეთ ეხლა რა ხდება აქ, ხო? ფრთხილად უნდა იყოთ, გეუბნება ბარათი მეგობრებო. ატენციონე ნიშნავს სიფრთხილეს. სიფრთხილით მიუდექით თქვენს ჩაფიქრებულ სურვილს. ხო. არ იჩქაროთ, არ იღელვოთ. ხო, ანუ ამას ამბობს. კიდევ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. როგორი იქნება ეს? აქ ვხედავ მე რაღაც სიტუაციების მეგობრებო, თითქოს რაღაცა ბევრი ბრძოლა გიწევთ, ბევრი ხერხის გამოყენება გიწევთ, ბევრი რაღაცის კეთება გიწევთ იმისთვის, რაც გაქვთ ჩაფიქრებული რომ მიაღწიოთ იმას. ნახეთ, ნოჟესტვენი ვიბარ. ხო, თან სიფრთხილით, კალმა, აუჩქარებლად მიუდექით ამ ყველაფერს, არ იჩქაროთ. ბევრნაირად ცადოთ შეგიძლიათ კი. თქვენი სურვილი ბევრნაირად ცადოთ. ამ მაგალითად A ვარიანტი, B ვარიანტი, C ვარიანტი. იქნებ უნდა ჩამოწეროთ. თქვენ რაც გინდათ, ესე არ გამოვა, ესე ვცადო. ისე არ გამოვა, ესე გავაკეთო. რაღაც ბევრი ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამას ამბობს. იქნებ უნდა ჩამოწეროთ, მეგობრებო, ჩამოწეროთ, კი. კიდევ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. მე აქ მაჩვენებს ადამიანს კეთილშობილს, ეს არის კეთილშობილების ბარათი. ადამიანს აქვს სურვილი სადღაც წასვლის, გამგზავრების, იქნებ რაღაცას წერს, ხატავს, ქსოვს, კერავს, მღერის, უკრავს, არ ვიცი და ფიქრობს კიდევ მოგზაურობაზე. ნახეთ, აქ ხატია ესეთი მრგვალი, აქვია მაგას მეგობრებო. მერთო მომწდება ქართული. სამყარო და მოგზაურობა. ხო, ანუ შეიძლება ფიქრობთ გემით წასვლას, გადაფრენას, არ ვიცი ხა ვის რა ფიქრები გაქვთ, ვის რანაირი მგზავრობა გაქვთ და ფიქრობთ, სად წასვლაზე ფიქრობთ და რაზე ოცნებობთ, არ ვიცი, მაგრამ ვის რა სურვილიც გაქვთ, მოკლედ, ხო? ეს ყველაფერი აუცილებლად მოვა მოქმედებაში, შეგიძლიათ მოიყვანოთ მოქმედებაში, კი? თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, აი აქ რაც არის მოცემული, ეს არის თქვენი სურვილი. ხო. და ეს არის კეთილშობილური. ეს ადამიანი იმდენად კეთილია და იმდენად დადებითი აურა აქვს, რომ ყველანაირი სურვილი შეუძლია მოიყვანოს სისრულეში. სამყაროს დახმარებით, რა თქმა უნდა. კიდევ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. მეგობრებო, აი რა ვთქვა? ნახეთ ქვემოდან რა ხატია. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები, მანიპულატორები, ყოვლისშემძლეები. თქვენი ცხოვრების ოქროს თევზიც ხართ და თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენს ფიქრს მოქმედება შეუძლია. თქვენ რასაც გაიფიქრებთ, მეგობრებო, აბა დაუკვირდით თუ არა, ეს ადამიანი რასაც გაიფიქრებს, თქვენზე ვსაუბრობ, იმას ყველაფერი უხდება. თქვენი ფიქრი ძალაში შედის.
იცით რა მხელას აი იცით რა ძალა გაქვთ? თქვენს ფიქრსაც ძალა აქვს, მეგობრებო. როიცოდეთ, ისე. ეს ორი თამხვედრში ჯერ არ მქონია, მეგობრებო, მე პრაქტიკაში. არა, მეგობრებო. ხო, ნახეთ ახლა. აი ძალიან ნიჭიერები ხართ. ძალიან იცით როგორი ადამიანები ხართ, მეგობრებო? აი ცდების ჩატარება გიყვართ. მოდი ესე ვიტყვი. თქვენ გიყვართ ცდების ჩატარება. იმას, რასაც აკეთებთ, ხო? ძალიან დიდ შედეგს გაძლევთ. ქიმია, ხო იცით, ქიმია, ფიზიკა. ანუ ეს ყველაფერი იმდენად გაოცებულს გხდით, თქვენი ფიქრი იმდენად ასრულებადია, მეგობრებო, ხო? აი როგორ თქვა, ცდას რო ატარებს ქიმიკოსი თუ ფიზიკოსი და შედეგით გაოცებულია, ისეთი რაღაცა ხდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენი ცხოვრებიდან ძალიან გაოცებულები ხართ, მეგობრებო. არ ვიცი თუ აკვირდებით იმას, რომ თქვენი ფიქრი რეალიზაციაში მოდის, ამიტომ კარგზე უნდა იფიქროთ. რასაც კარგს იფიქრებთ, კარგი ხდება, ცუდს იფიქრებთ, ცუდი ხდება. ალბათ ესეა, მეგობრებო, არ ვიცი. ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ კარგზე. რა ვთქვა? ნახეთ. აი რა ვთქვა? არ ვიცი. ყოველთვის უნდა იფიქროთ აი სიწმინდე. ცუდი ფიქრები არასდროს არ გაივლოთ, მეგობრებო, გულში. არასოდეს არ გაივლოთ ცუდი. საკუთარი თავისთვის ცუდი არაფერი არ წამოგწდეთ. ხო. აი თქვენი სიტყვის კონტროლი ისწავლეთ ყოველთვის, იმიტომ რომ რასაც კარგს იტყვით საკუთარ თავზე, ხო, ის მოდის რეალიზაციაში. აი ზოგმართ ის ფურა დებილი ვარ, ფურა სულელი ვარ, ხო? გამორიცხეთ, მეგობრებო. ხო. აი ესეთი რაღაცები ლექსიკონიდან ამოიღეთ. არ შეიძლება. თქვენ არ გაქვთ ამის უფლება. იმიტომ რომ რასაც ამბობთ, იგი ხდება თქვენ ცხოვრებაში. კარგს ამბობთ, კარგი მოხდება, ცუდ სიტყვით, ცუდი მოხდება. ამიტომ ყოველთვის უნდა თქვათ კარგი. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, მეგობრებო. თან ინიციატივა უნდა მოინდომოთ. ძალიან უნდა მოინდომოთ. რაც არ უნდა გულდაწყვეტილი იყოთ. ზოგადად თქვენ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაინც კარგზე იფიქრეთ. კარგი უთხარით საკუთარ თავს. ხო, ცუდი არ აკადროთ არაფერი, მეგობრებო. არასოდეს ცუდი არ თქვათ საკუთარ თავზე. რაც იყო. ეს უბრალოდ იყო ჩვენი გაკვეთილი, ამიტომ აწი, რაც იქნება ჩვენ ცხოვრებაში, ყოველთვის კარგზე შეგვიძლია ვიფიქროთ. ხო, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ანა მარია, როგორ გვეყადრება ახლა ჩვენ? სხვანაირად არ გვეყადრება, მეგობრებო. მოკლედ, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო. სხვა არაფერი დღეს მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. მინდა იყვეთ დალოცვილები, მინდა იყვეთ ჯანმრთელები და საკუთარ თავს მიეცით მოტივაცია. ხო. ყველაზე კარგი საშუალებაა ეს. მოკლედ, დაგემშვიდობებით. მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი ხვალინდელი დღე ყველა თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ. აბა დროებით.